მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ქეთი გავა, თქვენი არტ-თერაპიული ნაწილის წამყვანი და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ესეთი არტ-თერაპიული მეთოდი, ნეიროგრაფიკული ალგორითმი შემოსავლის გაზრდაზე. ხშირად არის, რომ ჩვენ კი გვესდება შემოსავალი, ანუ გვაქვს ამისი პოტენციალი, გვაქვს უკვე პირობები იმისთვის შექმნილი, რომ ჩვენი შემოსავალი გაიზარდოს, რამოდენიმე ჯერ, თქვათ, ყოველთვიურად მიდიოდეს მისი გაზრდა, მაგრამ ხდება გარკვეული შეფერხება. უმრავლეს შემთხვევაში ვიცით ჩვენ, რომ ამ შეფერხებას იწვევს ჩვენი შინაგანი ბლოკები, რომელზეც სწორედ ახლა მუშაობთ, ამ თემას ამუშავებთ, იმისთვის რომ საახალწლოდ თქვენი სურვილები, რასაც ჩაიფიქრებთ და ის გენიალური ტექნიკა, რომელიც უნდა მოგცეთ ვარენტინამ, 1-დან 12 იანვრის ჩათვლით, იყოს სრულად ამოქმედებული, სწორად და კარგად. რა უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ ამ ალგორითმში? პირველ რიგში იღებთ ფურცელს და წერთ თემას 2 წუთის მანძილზე. ამას ქვია გონებრივი იერიში. 2 წუთის მანძილზე აქტიურებთ თემას, ანუ ჩამოწერთ, თქვათ, რა მიგაქვთ ახლა დღევანდელ ალგორითმში, რას ვაკეთებთ დღევანდელ ნეიროგრაფიკაში და ეს გახლავთ ფინანსების გაძლიერების თემა. რა პროცენტით მინდა რომ გადადეს ჩემი შემოსავალი ყოველთვიურად. ნახეთ, აქ ერთი მომენტი გაითვალისწინეთ. თუ მაგალითად თქვენ თვლით, რომ მაგალითად გაქვთ თვეში 1500 ლარი, ხო? ან ევრო შემოსავალი და თქვენ გსურთ, რომ ეს გაიზარდოს 20%-ით. მაგრამ რეალურად ყოველთვიურად გაიზარდოს 20%, მაგრამ რეალურად იცით თქვენი პოტენციალი, იცით საით რა მიმართულებით ვითარდებით და შესაძლოა თქვენთვის ეს 20% იყოს ბევრი. დაწერეთ 10% მაშინ, ხო? პირველ თვეებში თქვათ 10 და შემდეგ 20. ანუ ისეთი თანხა არ გამოგივიდეთ, რაც იქნება შეფარდებაში არარეალური თქვენ შემოსავალთან. მაგალითად, ეხლა თუ იღებთ 1500, ხო? შემდეგ თვეში რომ დაწეროთ ეხლა რომ მინდა 6000 და 7000 ევრო, შეიძლება ეს არ იყოს ჯერ მზად, რომ გაიზარდოს ამდენად. ეს თქვენ უნდა განსაზღვროთ, ამას სხვა ვერ განსაზღვრავს. ანუ ზედმეტად არარეალური პირობები არ დასვათ. შემდეგ თვეზეა საუბარი, ხოლო შემდეგი წლის თქვა 6 თვის მერე რაღაცა გაიზრდება, ასე კი, აუცილებლად უნდა იყოს დიდი ზრდა. ამიტომ ეს მომენტი გაითვალისწინეთ. შემდეგი. პირველი ამას წერთ თემაში. რა შემოსავალი გაქვთ ახლა და რამდენით გინდათ რომ გაიზარდოს, რამდენ თვეზე აკეთებთ თქვათ ამ ალგორითმს, მე მოგცემთ მაგალითს, სადაც 6 თვეზე იქნება გაკეთებული და თქვენთვის ჩამოიწერეთ, ანუ თუ უკვე გაქვთ გაკეთებული და გექნებათ სავარაუდოდ გაკეთებული ჩაღრმავება, რა ბლოკებს იხსნით, ჩამოწერეთ ეს. ანუ რა ბლოკი არის, თქვენ გაანალიზეთ, თქვენთვის უკვე გექნებათ გაანალიზებული, როგორც თქვი, რა ბლოკები გიშლით ხელს, რომ თქვენი ფინანსები წავიდეს წინ და ეს ბლოკები ჩამოწერეთ და მეუწერეთ გვერდზე თავისუფლდები. ანუ გასაგებია, ხო, აქ ჩამოწერთ რა თანხიდან სად მიდიხართ, რა თანხამდე, ანუ რამდენი პროცენტით გინდათ რომ გაიზარდოს 10 თუ 20. ამას განსაზღვრავთ და 2 წუთის მანძილზე წერთ მერე თქვენს ბლოკებს. რასაც თვლით რომ ხელს გიშლით. და აი აქ ასე სიის სახით ჩამოწერთ. ფინანსური ნაკადის გაზრდაში რა გიშლით ხელს. აი ამის დაწერას რომ დაიწყებთ 2 წუთი მოინიშნეთ. ამას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქ ხდება გონებრივი იერიში. პირველ 2 წუთში, რასაც გაძლევთ თქვენი გონება, სწორედ ეს არის ძირითადი, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება და მერე დაამუშავოთ. კი ბატონო, ეს გავიარეთ ეს თემა. ეხლა გადავიდეთ თვითონ ალგორითმის შექმნაზე. ხატვას იწყებთ
ქვემოდან ზემოთ, მარცხენა კუთხიდან მარჯვენა კუთხის მიმართულებით აკეთებთ ნეიროგრაფიულ ხაზს, დროის ხაზი დავარქვათ ჩვენ ამას. ეხლა მე წინაზე ავხსენი, მაგრამ აქ შეიძლება ახალი გოგოებიც იყოთ, ამიტომ მე ავხსნი, როგორ იხატება ნეიროხაზები. სხვადასხვანაირი ხაზები არსებობს, ნახატში ვიყენებთ რამოდენიმე ტიპის ნეიროხაზს. წვრილი ხაზები, სივრცითი ხაზებია, რომელსაც აქ თავისი დანიშნულება, რომ ჩვენი აზრები უნდა გაიტანოს მთელს ნახატში და დააკავშიროს ერთმანეთთან. ვიყენებთ ასევე ცოტა მსხვილ ფლომასტერს ან მარკერს იმისთვის, რომ ბოლოს ჩავსვათ სქელი ხაზები დავამატოთ, რომელსაც შემოაქვს სამყაროს ენერგიები ჩვენს ნახატში. ამას ნელა-ნელა იქაც აგიხსნით, მაგრამ ეხლა რა მინდა გაჩვენოთ. არ არის სწორი ნეიროგრაფირება, როდესაც ხაზი არის ესეთი. დასაწყისი ეტაპისთვის შესაძლებელია საკმარისი იყოს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა და უკვე ვართ მზად იმისთვის, რომ კარგად მოვხსნათ და ვიმუშაოთ ბლოკებზე, ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ნეიროხაზს როგორ ვავლებთ. და ნახეთ, ნეიროგრაფირება ახდენს ჩვენი გონებისთვის სიახლეების ადაპტაციას. ჩვენ უნდა მივიღოთ სიახლეები, რაც მოდის ჩვენთან. გონებამ უნდა მიიღოს და წინააღმდეგობა არ გაგვიწიოს. ეს წინააღმდეგობა რო გადავლახოთ, ვაძლევთ სიგნალებს ხაზების მეშვეობით ჩვენს ქვეცნობიერს. და ხაზი ნეიროგრაფიული არის ზუსტად წინააღმდეგობის გადალახვაც. ამიტომ დააკვირდით, როდესაც ავლებთ ხაზს. აი მიმართულება, მაგალითად მიმყავს აქედან აქეთ, ხო, ბუნებრივად მიდის ხაზი ესე, ხო, რაღაცა კლაკნილი უნდა იყოს, უნდა წავიდეს ეს. ეს არის ბუნებრივი ხაზი, რასაც გვია, რაც ხელს საითაც მივყავართ და გონება ამას ეთანხმება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ნეიროხაზი. ნეიროხაზი არის წინააღმდეგობის გადალახვა. ანუ გაწევაც ბუნებრივი რაც არის, რაც უკვე ჩაშენებული მაქვს, ამას უწევ წინააღმდეგობას, ხო? და ჩემ თავშივე სვავ ამოცანას და ეს ამოცანა უნდა გადავლახო. ამიტომ, როდესაც მიდის, თქვათ, ხაზი ბუნებრივად ასე, მე იქეთ არ მიმყავს. უკეთებ პატარა, ძალიან დიდი მჭახე ისინიც არ არის საჭირო. თუ გამოვა, მაგრამ ეგეც არაფერს ისეც გიცანიშნავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ხაზები არ გააკეთოთ. არანაირად. მორბილებული უნდა იყოს. წავიდა ხაზი, წავიყვანე, არა, მიდის უკვე ხელი იქეთ, ხო? არ მინდა იქეთ წამოვიყვანე, აქეთთან დავკლაკნე. მივკლაკნე, მოვკლა, აი ხაზი, ნეიროგრაფიული. არ მიმყავს სწორად. უწევ წინააღმდეგობა. აქეთ უნდა, ხო, ეხლა წამოსვლა ჩემ ხაზს, რომ აქეთ წაიყვანოს. მაშინ წავიყვან იქით. იქით უნდა უკვე აქეთ წამოვიყვან, აქეთ უნდა უკვე იქით წავიყვან, იქით უნდა ასე წავიყვან. აი, ნახეთ. წავიდა, წამოვიყვანე, აქეთ წავიდა, იქით. ოდნავ, ცოტა კლაკნილები, ოდნავ, ოღონდ ახლა ჩემმა ხელმა უკვე იქით წაიღო და შევეწინააღმდეგე, წამოვიყვანე დაბლა. აქა დაბლა არ მინდა წავიდით იქეთ. ახლა მიმართულება აქვს უკვე ხაზს აღებული. ამ მიმართულების საპირისპიროდ მოქმედებ. ხვდებით? აი წამოიღო, ახლა აქეთ მოყავს, ხო? არა, წავიყვან იქით. კიდე აქეთ, მაშინ ასე. აი ასეთი. მოკლედ ეს უკვე აღარ. აი ესეთიც არ არის ძალიან საჭირო, მაგრამ თუ გამოგივიდათ ეს არაუშავს. ეხლა უკვე დავაკვირდეთ, რომ ჩვენი ნეიროხაზი გავავლოთ სწორად ნეიროგრაფიულად, როგორც არის საჭირო. დააკვირდით, რომ ესეთი არ იყოს, არც ესეთი არ იყოს, არც ესეთი არ უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში, არც აი ესეთი რაღაცეები არა. აი ეს არის ნეიროხაზი. აი ეს არის ნეიროხაზი. ხაზი, რომელიც გავს ელექტრომაგნიტური ველების ხაზებს. ხო გინახავთ, ხო, როგორ არის ხოლმე, როცა ეს იკლაკნება. ან გავს რას კიდე ზემოდან მდინარის დაქსაქსულობას. გავს კიდე რას მეხის სურათიც ხო გინახავთ, მეხსაც გავს, აქაც ჩამამატებ ნიმუშისთვის სურათებს. ანუ ეს არის ჩვენი გონების ნეიროქსელების ზუსტად დაახლოებით ეგეთი ხაზებით არის, როგორც მეხის სურათი, თქვათ, დაქსაქსული მდინარის სურათი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი ნეიროხაზები უნდა იყოს ასეთი და არა ასეთი არაბუნებრივი.
ეს გაითვალისწინეთ დახატვის პროცესში. ნეიროგრაფიკაში ჩვენ ვიყენებთ ხაზებს და ფიგურებს. ძირითადი ფიგურები არის ეს. წრე, სამკუთხედი, ოთხკუთხედი. ნეიროგრაფიკაში სწორედ ეს სამი ფიგურაა ძირითადად, რასაც ვიყენებთ მუშაობის დროს. წრე აღნიშნავს, ეს არის სრულყოფილება, სიმგვარე, სიმშვიდე, სამკუთხედი ეს არის მიზანდასახულობა და ოთხკუთხედი ეს არის სიმყარე, სტაბილურობა. და ასევე წრესთან ამ ფიგურებთან ერთად ვიყენებთ ხაზებს. ვიყენებთ ხაზებს ნეიროგრაფირებისთვის საჭიროდ ხელხაზებს, რომელსაც ვაკეთებთ თხელი მარკერით ან ფანქრით. თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ნეიროგრაფიკა როგორც ფანქრით, ასევე ტუშით ან ფლომასტრით. ეს გახლავთ ნეიროგრაფიული ხაზები, როგორც გითხარით. ამას აკეთებთ წვრილით და იყენებთ ასევე დაახლოებით ასეთი სისქის მარკერს იმისთვის, რომ შემოვიტანოთ სამყაროს ენერგიები ჩვენს ნახატში, ანუ სივრცულის სქელი ხაზები გავიყვანოთ აქ. კარგით, ეს არის ძირითადი, თქვათ, რაც უნდა იცოდეთ ახლა ამ ეტაპზე თქვენ ნეიროგრაფიკასთან დაკავშირებით. აღვნიშნავ იმასაც, რომ ხატვის პროცესში უნდა ფიქრობდეთ თქვენს ამოცანაზე, რა ამოცანა მიგაქვთ ამ კონკრეტულ ალგორითმში, ამაზე უნდა ფიქრობდეთ აუცილებლად ხატვის პროცესში. შეეცადეთ, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია მოახდინოთ და იფიქროთ ამ ამოცანის თემაზე. ნეიროგრაფიკა უამრავი სახეობის არსებობს, არის ათასობით ალგორითმი და ყოველი თვითონ ვინც არის დაკავებული ნეიროგრაფიკით და იცის და შესწავლილი აქვს ეს თერაპია, შემდგომ უკვე თვითონვე ქმნის თავისვე ალგორითმს. ანუ თქვენ შეგიძლიათ რომ ივარჯიშოთ, ბევრჯერ გააკეთოთ და გამოიმუშაოთ თქვენთვის უფრო მისაღები ალგორითმი. მაგალითად, ბევრი იყენებს სტრესის მოსახსნელად. ასეთ მაგალითსაც მოგცემთ მე თქვენ ასეთ ალგორითმსაც გაჩვენებთ ამ ჩვენს არტ-თერაპიის დროს და ძალიან ეხმარება, თქვათ, სტრესების და შიშების ბლოკების მოხსნისას, ასევე ის ალგორითმი, რომელსაც მე თქვენ გაგიზიარებთ და შემდგომში უკვე, როდესაც ბევრჯერ გააკეთებთ, შესაძლებელია თქვენ გამოიმუშაოთ თქვენი საკუთარი ნეიროალგორითმები, რომელსაც იგრძნობთ, რომ უფრო მოდის თქვენთან ახლოს. მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენი სამუშაო პროცესი. ანუ ჩვენი ამოცანაა ახლა გავავლოთ დროის ხაზი მარცხენა კუთხიდან მარჯვენა კუთხის ზედა მიმართულებით, ზედა წერტილისკენ. და ვფიქრობთ აუცილებლად ჩვენს ამოცანაზე. ამ შემთხვევაში როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავალი ყოველთვიურად 20%-ით ან მინიმუმ 10%-ით. როდესაც უკვე გააკეთებთ და მაჩვენებთ თქვენს ნამუშევრებს, მე პატარა ისეთი ანალიზსაც გაგიკეთებთ, თქვა თქვენი ნამუშევრის მიხედვით, აქ წარმოიშვა უკვე რაღაცა ბლოკივით ჩემთან, რომელსაც მე ნეიროგრაფირებით შევცვლი და ანალიზს გავაკეთებ, თქვა რა ხდება და როგორ მიდის ეს პროცესი თქვენთან. გავავლეთ დროის ნეიროხაზი, ძირითადი, რომელზეც გვინდა რომ ჩვენი შემოსავალი ავსახოთ და ვიყენებთ ამისთვის ოთხკუთხედს. Так, შევამოწმოთ, რომ კარგად ჩანს, ჩანს. ოთხკუთხედებს, ესე იგი, დასაწყისში ვსვავთ ოთხკუთხედს, რომელიც გამოხატავს ჩვენს ეხლანდელ ფინანსურ მდგომარეობას. და დააკვირდით, 6 ფიგურა უნდა ჩავსვათ, აქ 6 ოთხკუთხედი. ყოველი მომდევნო უნდა იყოს წინაზე ცოტა დიდი და ბოლოს გვინდა დიდი ფიგურა. ამიტომ აქ შედარებით პატარათი დაიწყეთ. და იფიქრეთ რა არის ახლა თქვენი შემოსავალი
და დასვით ოთხკუთხედი. გავთვალოთ ახლა კარგად, რომ გადაკვეთაც მოხდეს ჩვენი ეხლანდელი ფინანსური მდგომარეობის და მომდევნო თვის ფინანსების გადაკვეთაც ხდება და დროის ხაზიდან არ უნდა ამოვაგდოთ ჩვენი ოთხკუთხედი. გავზარდე კიდე უფრო დიდი გავაკეთე. ეს 3 კიდე უნდა ჩავადიოთ აქ. აღარ მეტევა, ისე გავზარდე, ხედავ. აუცილებელი არ არის თქვენ ასე დახატოთ პირდაპირ მიმართულებით, შეგიძლიათ რომ ფორმა შეუცვალოთ ამ უთკითხედებს, როგორც გინდათ ისე დასვათ რა. ზოგი ზემოთ, ზოგი ქვემოთ, ასე შემდეგ. თავარია რომ გაადიდოთ თქვენი შემოსავალი. აქ ამ დასაწყისში ვსვავთ დღევანდელ თარიღს, როდესაც ასრულებთ ნეიროგრაფიკას. დღეს მე ვაკეთებ ამ ჩანაწერს 20 რიცხვში და ვაკეთებ 20/12/2024 წელი. და ბოლოში ვსვავთ მე-6 თვის 1 2 3 4 5 6, ხო? ანუ 6 თვის შემდეგ. აქ შემდეგი თვე დაწერეთ. მაგალითად 20/01/25 20/02/25 და აქ ვსვავ პროცენტსაც უკვე 20%-ით ვადიდებ შემოსავალს. ბატონო. აქ ახეთ დააკვირდით, რომ აი ხო კვეთავენ ჩემი ოთხკუთხედები, აი ამ ოთხკუთხედის ფორმაში ჩასვით ეს ნაწერი. აი გადაკვეთაში კი არა, აი შეეცადეთ, რომ აი აქ იყოს, ხო? აი ამ ოთხკუთხედს ახლა ორივე კვეთავს. ამიტომ აი აქ ჩავწერ. და აი აქ ვწერ უკვე 20/05/25 გავზარდე. კი ბატონო, ოთხკუთხედები მაქვს, დროის ხაზი მაქვს. ეხლა მე მინდა რომ დავამატოთ ჩვენს ნახატს 2 წრე. 2 წრე, რაც იქნება, ნახე, წრეს ხო მოაქვს შეკვრა, სიმშვიდე და ასე ბალანსი, ხო? მე მინდა დავამატო წრე, რადგან დიდად გავზარდეთ, ხო? ანუ შემოსავალი და რომ მივიღო მე ეს მარტივად რომ მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ მოდით წრეს დავამატებ აქ. წრეს დიდს და ამას დავაწერ მაღალშემოსავლიანი ქმედებები მსუბუქად და მარტივად. აი ასე რომ ეს მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ისე რომ მე არ გადავიღალო და მარტივად მივიღო ეს შემოსავალი და დავამატებ მეორე წრეს, მეორეს, სადაც მინდა გავატარო, რომ ეს იქნება მუდმივი და სტაბილური. მუდმივი და სტაბილური შემოსავალი. Так. მუდმივად სტაბილურად ვზარდი. ჩემი წრე ნახე როგორი გამოვიდა. კარგი. ესეც დავამატე და
მოდით დავამატოთ აქ ასევე სპირალი. სპირალი იყოს კეთილდღეობის და სიუხვის სპირალი. სპირალი დავიწყოთ აი ამ წერტილიდან, მომდენი გადაკვეთები გვაქვს და ზემოთ დავამთავროთ, ხო? სპირალი. და ვიწყებთ, ესე იგი ჩვენ სპირალს ქვია კეთილდღეობის და სიუხვის სპირალი და ვიწყებთ ნეიროგრაფირებას. მოდი ამ სპირალიდანვე დავიწყოთ ნეიროგრაფირება, გავუკეთოთ ჩვენს სპირალს. ეხლა უკვე გადავდივართ, ნახეთ, ჩვენი ფიგურების ნეიროგრაფი. იცით, სპირალისებურად მოძრაობა არის მუდმივად ჩვენ სამყაროში, ხო? და ეხლა ნახეთ, ყველა ფიგურას უკეთებთ ჯერ თვითონ ნეიროგრაფირებას, აი მაგალითად ოთხკუთხედსაც, რომ ეს მარტივად მიდიოდეს პროცესი, ჩვენ გონებისთვის ადაპტაცია ხდებოდეს მარტივად. ჯერ ვაკეთებთ ფიგურების ნეიროგრაფირებას, თან ვფიქრობთ ჩვენს თემაზე. ყოველთვიურად იზრდება ჩემი შემოსავალი 20%-ით და ეს ხდება ჩემი სივრცისთვის, ჩემი გონებისთვის მარტივად, სუბუქად. მე სრულად ვახდენ ჩემი პოტენციალის გამოვლენას დიდი ძალისხმევის გარეშე. არ ვიღლები მომწონს და მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და რასაც მოაქვს ჩემთვის სტაბილურად დიდი შემოსავალი. ეხლა გადავდივარ ნეიროგრაფირებაზე თვითონ სივრცის, ამ ნახატის სივრცის შევსებაზე. ანუ ვავლებ აი ამ ხაზებს. მინდა რომ ცოტა ოდნავ გამოხატული იყოს მეტად და თუ იპოვე რამე ცოტა სქელი, ამით გავაკეთებ. მე დავიწყებ ეხლა აქედან. არ უნდა აქედან ჩემ თავს ნახე, წინააღმდეგობა გამიწია. მინდა თუ არ მინდა. წვრილი ხაზიაო და ემიგოო. ეს წვრილია აშკარად. დააკვირდით თქვენს წინააღმდეგობებს, რაც შეგხვდებათ ნეიროგრაფირებისას. აი, როდესაც იწყებთ ნეიროგრაფირებას და ხატვას, რა წინააღმდეგობები შეიძლება რომ წარმოიშვას, თქვათ, მაგალითად, ან ფლომასტერი ვერ მოძებნეთ, ან ფანქრები ვერ იშოვეთ, ან რაღაცა ესეთი, ხო? აქ ამას მნიშვნელობა. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ბლოკი არსებობს თქვენში, რომელიც გაქვთ გადასალახი. ეხლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. სწრაფად ვახდენთ შევსებას ამ გადაკვეთის ადგილების. გადაკვეთის ადგილები აუცილებლად უნდა სწორად შემოხაზოთ. ახლა სხვა ფურცელზე გაჩვენებთ ამას, როგორ კვეთდება. აი გვაქვს აქ ხო ხაზი. გავაკეთებ მეორე ხაზი, რომელიც კვეთს ამ ჩემსას. კიდე გავაკეთებ რამოდენიმე მაგალითად რო გაჩვენოთ. მაგალითად, ხო, აი ასე. აი გადაკვეთის ადგილები გვაქვს. გადაკვეთის ადგილებს აუცილებლად ვარბილებთ მომგვალებით, შიდა მომგვალებით, აი ასე. აი ასეთი მომგვალებით და ამას ვაფერადებთ. ხშირად არის შეცდომით დახატული, მაგალითად, აი ეს გადაკვეთის ადგილია. ამას ასე გაამუქებენ, ეს არ არის ბავშვებო, გოგოებო, ეს არ არის სწორი. არც მაგალითად არის აქ გადაკვეთის ადგილი, ასე. ესეც არ არის სწორი. აი ეს ფორმა. აი მაგალითად, დიდზე რო გავაკეთო, რომ გადაინახო. სქელზე გაჩვენებთ რა არის სწორი გადაკვეთა. სწორი შევსება გადაკვეთის ხაზის. შიგნიდან უხაზავთ
სიმგვალეს, ანუ კუთხე, ყველა კუთხე, წახნაგოვანი კუთხე უნდა იყოს შიგნიდან მომგვალებული აუცილებლად. აი ეს არის სწორი მომგვალება ჩვენი გადაკვეთის ადგილების. და არა აი ასე და ანც ასე. ესე გავაკეთე და აი ხო ავღნიშნე თქვა, აჰა ასე, აი აჰა კაი ასე გავაკეთე, ოთხკუთხედიც დავსვი. არა, ესე არა. აი ესე აუცილებლად შიგნითა მხარიდან აი ასე ამგვალებთ. აი ასე უნდა იყოს მომგვალებული. აი ასე. ნახეთ? ყველა ხაზი, ყველა გადაკვეთის ადგილი უნდა იყოს მომგვალებული. კი ბატონო, ძალიან დიდი სამუშაოა აქ. კი ბატონო. რატო? აი ნახეთ რამხელა ის გამომივიდა ნახაზე. რატო? იმიტომ რომ ჩემს გონებას სჭირდება, ესე იგი, მეტი მუშაობა, რომ მიიღოს 20%-იანი ზრდა ჩემი ფინანსური მდგომარეობის და მზად ვარ ვიმუშაო ამაზე. მე ხა ცოტა ხანი ვიდეოს გავაჩერებ, ანუ გაჩვენებთ თქვენ აი აქ მაგალითად გადაკვეთას როგორ ვაკეთებ, აი ასე. აი ასე. და ვაფერადებ. და მე აი რამოდენიმეს გაჩვენებთ მაგალითად და მე ძალიან გრძელი ვიდეო რო არ გამომივიდეს, მე ამას გავაჩერებ და უკვე გაჩვენებთ შესრულებულზე. აი მეგობრებო, ესე გავაკეთე უკვე შებავზე ნეიროგრაფიკული გადაკვეთებით ჩემი ნამუშევარი და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ანუ მე თქვენ უკვე გითხარით როგორ კეთდება ეს გადაკვეთები და აქ მნიშვნელოვანია რომ არც ერთი გადაკვეთა არ დაგვრჩეს ყურადღების გარეშე. ანუ ყველა კუთხე უნდა მოვამგვალოთ. შემდეგი ეტაპი გვაქვს ფერის შემოტანა. ფერზე რა უნდა გავითვალისწინოთ? რა თქმა უნდა ფერს ირჩევთ თქვენ, რას გრძნობთ. დაფიქრდით, რომელი ფერების შემოტანა გინდათ და რითი გინდათ დატვირთოთ თქვენი ნამუშევარი. ფერს აქვს თავისი მნიშვნელობა. ბევრჯერ თითქმის ყველა ვიდეოში ავღნიშნავ ფერების მნიშვნელობას, რომელ ფერს რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ შეგიძლიათ ფერების თაობაზე მოიძიოთ, რა თქმა უნდა, ინტერნეტშიც ძალიან ბევრი მასალა დევს, რომელი ფერი რას აღნიშნავს, მაგრამ ვიტყვი, რომ წითელი ფერი ცოტა აგრესიული ფერად ითვლება ნეიროგრაფიკაში, ამიტომ ისი გაზავებაა ხოლმე საჭირო და უფრო მოქმედების ამბავში იყენებენ. არ ხართ შეზღუდული, ერთადერთი შავ ფერს არ ვიყენებთ ჩვენ ნეიროგრაფიკაში. ყავისფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეს თქვენ სურვილზე დამოკიდებული, მაგრამ უფრო სასურველია ღია ფერების შემოტანა, რადგან ამას აქვს ფსიქიკასთან, ჩვენს ქვეცნობიერთან კავშირი, ხო? ახლა რა არის მთავარი აქ? ნაკადებად უნდა გააკეთოთ გაფერადება. და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. აი მაგალითად, აქ უკვე გვაქვს ესეთი პატარა უჯრედები, ხო? აი ეს მაგალითად. ერთი უჯრედი ცალკე არ გააფერადოთ. აუცილებლად 2-3 უჯრედი მოაქციეთ ერთად. და არ გააკეთოთ წყვეტა დიდი ფერებს შორის. მაგალითად, 2 უჯრედი აქ თუ გააფერადეთ, კი შეგიძლიათ რომ გაიმეოროთ აქეთაც ეს ფერი, მაგრამ ერთი აქ და ერთი აქ მხოლოდ ესე არ გააკეთოთ. ეხლა მე მინდა მოგცეთ ერთი რჩევა. ჩვენი ფინანსების ხაზზე მდებარე ოთხკუთხედები გავაფერადოთ ერთ ფერში. ფერი აირჩიეთ თქვენ, მაგრამ ყველა ოთხკუთხედი მოაქციეთ ერთ ფერში. ოთხკუთხედები სადაც გვაქვს, ხო ვამჩნევთ. ჩვენ მართალია იმდენი დავხატეთ ახლა აქ ეს ხაზები, რომ შეიძლება აირია, ხო, რაღაცები ერთმანეთს შეერწყა, მაგრამ ფერით გავაკეთოთ გამოკვეთა. დავიწყოთ აქედან, ჩანს, ხო? კარგად კი. დავიწყოთ ქვემოთ და თქვენ შეგიძლიათ აქ ფერის ამბავშიც არის როგორი რაღაცა, უკვე გაფერადებისას რაღაცა მხატვრულ დანიშნულებასაც ვაძლევთ ჩვენს ნამუშევარს და ვიყენებთ ჩვენს შემოქმედებით პოტენციალსაც. ასე.
ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეს ანამ ვაკეთებდი ამას, ხო? ნაირ გავთიშე ვიდეო და გადავაბი ჩემი გადაკვეთის ხაზები ავღანიშნე, ჩართული მქონდა მედიტაცია, მერფის მედიტაცია, შემოსავლებთან დაკავშირებით, ძალიან კარგი და ქმედითი მედიტაცია სხვათა შორის და გირჩევთ თქვენს, რომ შესრულების დროს, აი გაკვეთილს თქვათ ამას ახლა, რასაც მე თქვენ გაძლევთ, ლექციას მოусმინეთ, ჩაინიშნეთ, როგორ სრულდება ეს ალგორითმი და შემდეგ უკვე თქვენ როდესაც დაიწყებთ მის შესრულებას, ჩართეთ ეს მედიტაცია, აი კონკრეტულად ამ ეტაპზე, აი ამ გადაბმების გაკეთების, აი შიდა მომგვალების გაკეთების დროს, რომელსაც საკმაოდ ჭირდება დრო, ჩართეთ მერფის მედიტაცია, ის სამჯერ მეორდება და მოусმინეთ. მერფის მედიტაცია გვაქვს ჩვენი კლუბის მედიტაციების ბაზაში და იქ შეგიძლიათ წვდომა ყველას აქ გახსნილი მასზე და შეგიძლიათ ჩართოთ და მოусმინოთ. იქნება ძალიან ქმედითი და ასევე დაეხმარება ჩვენს ალგორითმს ამუშავებაში. და ეხლა მინდა რომ ჩემი აი ეს წრე ამაზე გავამახვილებ მე ყურადღებას. ეს წრე იყოს რაღაცა ოქროს ფერებში. როგორც გახსოვთ, ეს იყო მაღალ შემოსავლიანი ქმედებები სუბუქად. თქვენ შეგიძლიათ გოგოებო, ისე ძალიან კარგი იქნება თუ ერთ წელზე გააკეთებთ ამას, არა ვთქვათ 6 თვეზე, არამედ 1 წელზე. აი როცა უკვე, აი ხა გააკეთებთ ამას შეასრულებთ 6 თვეზე. როცა უკვე ტექნიკას მოგცემთ ვალენტინა, ხო? 1-დან 12 თვის ჩათვლით, აი მაშინ კიდევ ერთხელ გააკეთოთ ახალი, ეს ალგორითმი კიდევ ერთხელ გააკეთოთ თავიდან და გააკეთოთ უკვე 1 წლიანი. აი აქ ხა მოხდა გადაკვეთა, ხო? ფერით. ფანქრით მუშაობა რატოა უფრო კარგი, ნახეთ, მშვენივრად ხდება გადასვლა. ანუ არ არის მჭახე გადასვლა. რაც შეიძლება იყოს ფლომასტერებით მუშაობის დროს. ამიტომ აი კონკრეტულად ამ ალგორითმისთვის მოდით გამოიყენეთ მაინც ფანქარი. შეეცადეთ, რომ ფანქარი გამოიყენოთ. ალგორითმები, სადაც არ არის ხოლმე საჭირო, თქვათ, ფერი, ეს მაგალითად შეიძლება იყოს რისხანების გამოტანას, რაც შეეხება, ხო, ჩვენგან. შეიძლება რომ ის ალგორითმები გავაკეთოთ ფერის გარეშე. შავ თეთრში გავაკეთოთ უბრალოდ. ანუ არის ალგორითმები ნეიროგრაფიკაში, რომელიც არ საჭიროებს, თქვათ, ფერის დამატებას. დაახლოებით 20% შეგიძლიათ, რომ დატოვოთ თეთრად მთელი ნახატისი. დავამთავრეთ ფერთან მუშაობა და გადავდივართ ეხლა. მთლიანად უნდა შემოვიტანოთ აქ ველის ხაზი. ანუ ველის ხაზი შემოგვაქვს ეხლა. აქ ნახეთ, ჩვენ ხო გქონდა ეს დროის ხაზი, ხო? და სქელი მარკერით ველის ხაზი, რომელიც არის იგივე სამყაროს ენერგიების ხაზი ჩვენს ნამუშევარში, მოდი გავავლოთ აი ამ დროის ხაზის მხარდასაჭერად. და ამიტომ დავიწყოთ ქვემოდან ზემოთ. ანუ მასთან ახლოს გავავლოთ, რომ მხარდაჭერა მივცეთ. ეხლა ეს შეიძლება მთლად ნეიროგრაფიკულ ხაზს არ გავდეს, იმიტომ რომ სქელით ვავლებ. მე მინდა რომ ცოტა გავაძლიერო და ამიტომ უფრო გავასკი. შეგიძლიათ რამოდენიმე გააკეთოთ. თუ თქვენ გრძნობთ, რომ კიდევ უფრო ჭირდება თქვენს ნამუშევარს დამატება, შეგიძლიათ მეორეც დაამატოთ. ნუ ეხლა 3-ზე მეტი არ ღირს რომ გააკეთოთ. აქაც აუცილებელია, ნახეთ, ხო წარმოიშვა ხა აი აქ კუთხეები გადაკვეთის. ეს აუცილებლად უნდა მოვამგვალოთ ეგრევე. გავაკეთე ველის ხაზი, ეგრევე ვაკეთებ მომგვალებას გადაკვეთის ადგილების. და დავრჩა ეხლა ფიქსაციის ფიგურა, რომელზეც ვამახვილებთ ყურადღებას. ფიქსაციის ფიგურა შეგიძლიათ გააკეთოთ ბოლო ოთხკუთხედი, ესე წრე, რა ვიცი, რომელიც გინდათ.
მე ამ შემთხვევაში ან სპირალი მაგალითად ეს თქვენი არჩევანია. ამ შემთხვევაში მე მინდა რომ ჩემი ეს ფინანსური ზრდა მიდიოდეს მსუბუქად და მარტივად. ეს ახალი შემოსავლები მოდიოდეს ჩემს ცხოვრებაში მსუბუქად და მარტივად. ამიტომ ამ წრეს ავირჩევ ფიქსაციის ფიგურას, მაგრამ ისევ გიმეორებთ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სპირალი, ოთხკუთხედი, სხვა ფიგურა. დაფიქრდით, რომელი გსურთ, რომ იყოს ფიქსაცია, ანუ რაზე ვაკეთებთ ფიქსაციას ამ ფინანსური ზრდის პროცესში და იმას ვხაზავთ. იმას ვირჩევთ ფიქსაციის ფიგურად. კარგად დავაფიქსირო, რომ ეს არის მარტივად შემოსული სუბუქი ქმედებებით მარტივად შემოსული თანხები და აქაც აუცილებლად ვაკეთებთ მომგვალებას გადაკვეთის ადგილების, ხო? აი აქ აუცილებლად აი ასე. ცოტა შეგიძლიათ გაუშვათ კიდევაც ესე და გაამზეროთ თქვენი ფიქსაციის ფიგურა. აი ასე. ჩემთან ეს თანხები შემოდის მარტივად მსუბუქი გზით. მარტივი გზით. უმარტივესად ისე რომ არ ვიღლები, ჩემი შემოსავალი იზრდება. აი ბატონო, დავასრულეთ ჩვენი ნამუშევარი, ესეთი ნეიროგრაფიკა გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ყურადღებით მოусმინოთ ლექციას. თუ გექნებათ შეკითხვები, არ მოგერიდეთ, მომწერეთ პირადში, მე ყველას გიპასუხებ, შევეცდები რომ ყველას გაგცეთ პასუხი, ასევე ძალიან გამეხარდება თუ გაგვიზიარებთ თქვენს ნამუშევრებს. მაინტერესებს თქვათ, როგორი იქნება თქვენთვის ეს პროცესი, რამდენად მსუბუქად წავა, სად გაგიჭირდებათ, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება აუცილებლად, ჩამოიწერეთ, იცით, შეიძლება ყველაფერი უცებ არ დაგამახსოვდეს, ამიტომ მუშაობის პროცესში აუცილებლად იქონიეთ გვერდზე რვეული, თქვენი სამუშაო რვეული, სადაც კითხვებზე პასუხს სცემთ, ამ რვეულში ნეიროგრაფიკის ველი გააკეთეთ და იქ ჩამოწერთ თემის აქტივაციის დროს 2 წუთში ვთქვათ, რა მიგაქვთ აქ და რა არის თქვენი ბლოკები და მუშაობის პროცესში გვერდზე იქონიეთ ეს რვეული და რომ შეამჩნევთ, რომ სადღაც გამოდის ეს ბლოკები, ჩამოწერეთ, რომ შემდგომშიც, ანუ აი თვითონ ნეიროგრაფიკაშიც რაც წამოგივათ სადღაც, ხო, დავაკვირდეთ ამასაც და ისიც დასამუშავებელი გვექნება. ანუ ერთობლივად ვიმუშაოთ მედიტაციებისა და არტ-თერაპიის მეშვეობით, რომ ჩვენი ბლოკები საბოლოოდ, რაც უკვე მოძველებულია და ხელს გვეშლის, საბოლოოდ აღმოვფხრათ და გაუშვათ ჩვენგან. სულ ეს არის მეგობრებო დღეისთვის, მე დაგკვირდით და კიდევ 2 ლექციას ჩაგიწერთ და დაგიდებთ და ასევე შეგახსენებთ მერფის მედიტაციას, რომელიც ძალიან მოუხდება ამ კონკრეტულ ალგორითმს, მისი შესრულების დროს რომ მოусმინოთ.